ახალი წყლის ჭავის მანქანა, რომელიც პატრავად სულ ცოტა ხნის წინ იყიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აი ახლა გამოსცა და სწორედ ვახტანგ გომელაურმა ეს დარბების პირველი წუთებია, როცა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავის ახალი მანქანები პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ 28 ნოემბერს პირველად გამოსცადა და პირველივე ჯერზე წყალში დიდი ალბათობით ქიმიური ნივთიერებებით შეუღია. სუნთქვის გაძნელება, სპაზმური ხველა, გულის რევა, თვალების და კანის წვა იგრძნეს მათაც კი, ვინც არ დასველებულა. მაშინვე ცხადი იყო, რომ წყალი სუფთა არ იყო და მასში სავარაუდოდ ქიმიური მინარევები გააზავეს. დემონსტრანტებს პირველი სამედიცინო დახმარება ჯერ კიდევ მაშინ დასჭირდა, როცა პოლიცია ცხელმდენი გაზის გამოყენებაზე გადასული არ იყო და მოქალაქეების დარბევას ჯერ მხოლოდ წყლის ჭავლით ცდილობდა. ამის გამო ამ მომენტში აქციის მონაწილეების ნაწილს აირწინაღიც კი არ ეკეთა. დემონსტრანტების გარდა პირველი დახმარება აქციაზე მომუშავე არაერთ ჟურნალისტსაც დასჭირდა. ჩემი ტანისამოსიც არის წყლის ჭავლის წყლით გაშღენთილი, რომელშიც იყო გარკვეული სახის ნივთიერება შერეული და ეს ნივთიერება იწვევს საკმაოდ მძიმე შედეგებს, მათ შორის სპაზმს, ხველას, ასევე პირღებინების შეგრძნება. მე გამიშუქებია სხვა ბევრი აქციაზე ყოფილ ვარ გამოუყენებია წიწაკის სპრეი, მაგრამ ის რასაც ახლა იყენებენ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ანუ არ შემეძლოს სუნთქვა, აი გეუბნებით რომ 20 წუთია მანქანაში, სავარაუდოდ დამწობაც მაქვს, მეწვის ყველაფერი, სადაც მომხვდა ეს წყალი. ერთ-ერთი ვინც პირდაპირ ეთერში დაზარალებული მოქალაქეების სიმპტომებს აღწერდა, ფორმულას ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე იყო. პირველივე წამებში გაჩნდა ეჭვი, რომ წყლის ჭავლში, წყალში ჰქონდათ გარკვეული სახის ქიმიური ნივთიერება გარეული. მე ხა ვერ დავასახელებ, რა ქიმიური ნივთიერება შეიძლება იყოს გარეული ამ წყალში, მაგრამ ის რომ მძიმე შედეგებს იწვევდა ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეს ნივთიერება და თვითონ წყლის ჭავლი, რომელსაც იყენებდნენ აქციის მონაწილეების დასარბევად, ეს ხადი იყო და თვალსაჩინო, რადგანაც მათ შორის მეც, ჩემი ოპერატორიც, როდესაც დავსველდით წყლით, ანუ გრძნობდით სხეულის წვას. ასევე თვალების ჩაწითლებას, სპაზმი ჰქონდა ორივე ჩვენგანს და ასევე მათ შორის იყო გულის რევის შეგრძნებაც კი. ძვებო უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არა თუ კითხვებს პასუხი გასცა, არამედ უფრო მეტი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში. ქართული მედიის ეს არქივი უცხოელი ჟურნალისტების საგამოძიებო მასალებთან ერთად დიდი ალბათობით დაზარალებული მოქალაქეების საერთაშორისო დავებში ჩაიდება, რადგან ქართულმა ოცნებამ საქმე უკვე დახურა. დღეს ოცნების პრემიერმაც დაადასტურა, რომ მეც ის და მისი უწყებები ამ საკითხზე აღარაფერს იტყვიან, მიუხედავად იმისა, რომ პასუხგაუცემელი კითხვები ისევ აქტუალურია. სუსის მიერ დასახელებულ ორ ქიმიურ ნივთიერებასთან ერთად გამოიყენა თუ არა პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ BBC-ს ფილმში დასახელებული მომწამვლელი ტრიქლორეთილენის ხსნარიც. ირაკლი კობახიძემ პირდაპირ პასუხებს ისევ თავი აარიდა. 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე რით არბებდნენ მოქალაქეებს. სუსის ბრიფინგზე საუბარი იყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეზე. არადა დარბევები და ყველაზე მძიმე დარბევები იყო სწორედ 28 ნოემბრიდან მოყოლებული. დარბევები არ ყოფილა, ეს არის უკვე ტყუილი. რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით. ყველა დღეს ეხება ეს მნიშვნელობა არ აქვს. როგორ ეხება ყველა დღეს 4-5 დეკემბრის ღამესო, ასე თქვა. მთლიანობაში, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი, ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ტრიქლორეთილენი იყო თუ არა გამხსნელად გამოყენებული რომელიმე დღეს საპროტესტო აქციაზე. კარცენოგენი, რომელიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს. არც ესეთი რამე რო ყოფილიყო გამოყენებული, იქნებოდა ძალიან დიდი მიმართვიანობა. არ იყო მიმართვიანობა, 207 ადამიანმა მიმართა თვითნებურად. ბატონო ირაკლი, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მიმართა სუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერდნენ მეორე დღესვე. არადა, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში საკუთარი ჯანმრთელობის ისტორია ათობით დემონსტრანტმა მოყვა. თითქმის ყველას ექიმის დახმარებაც დასჭირდა და დღემდე ჭირდება. თუმცა ოცნების პრემიერს დაზარალებულები ეუბნებიან, რომ სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოზებს ვერ უსვამენ. ამიტომ დღემდე სიმპტომების მიხედვით მკურნალობენ. ნაწილს გულსისხლძა და ნაწილს კი მხედველობის პრობლემები აწუხებს. როცა არის ის ექიმა, რითი ხარ მოწამლული, იმას უწევს სიმპტომურად ჩვენთვის მკურნალობა. მე ვიმკურნალობ დღემდე სიმპტომებზე.
მე რომ ვიცოდე კონკრეტულად რითი ვარ მოწამლული, რა თქმა უნდა, იქ ის უფრო გამოადგებოდა და წაადგებოდა შემდგომში ჩემი მკურნალობისთვის. და არა მარტო მე, ჩემზე უფრო ძალიან დაუზიანდა ჯანმრთელობა ხალხს. დღემდე მკურნალობ თქვენ? კი, დღემდე მკურნალობ. ერთ მუჭა მედიკამენტებს ვამ 38 წლის ასაკში და საერთოდ არ მომწონს ეს. ბატონო ირაკლი გაითვალისწინეთ. თქვენმა გამოძიებამ არ უპასუხა შეკითხვას, რა ნივთიერება გამოიყენეთ 28 ნოემბრიდან სუსმა ჩაატარა და ეს მოქალაქეებმა ტრიქლორეთილენის ხსნარით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამდვილად ინახება. ამ შეკითხვას უწყების ხელმძღვანელი პირების გაურბიან და თუ კი ის მართლაც ჩამოწერილია, როდის ჩამოიწერა, როდის გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტაცია და რატომ არ განადგურდა. ალექსანდრე დარახვალიძე არც ამას ამბობს. ალექსანდრე, გისაბულება კი რა, არც კი გითქვამთ რომ არ გამოგიყენებიათ. დიდი ბრიტანეთის ითხოვს სათანადო გამოძიების ჩატარებას და სათანადო გამოძიებად ჩაითვლება, რაც მდინარაძის უწყებამ გააკეთა. პასუხებს ხომ იცით რომ ისედაც სულ იქნება ეს კითხვები? BBC-თვის ჩივილის საჯარო დაპირება ჯერ მხოლოდ მუქარად რჩება. ქართული ოცნება არამხელს საჩივრების წერა დაწყებული აქვს თუ არა. მანამდე საერთაშორისო დონის ინდივიდუალური დავებისთვის დაზარალებული დემონსტრანტები და უფლებადამცველები ემზადებიან, რომ თვეების შემდეგ მაინც შეიტყონ საკუთარი ქვეყნის არაღიარებულმა ხელისუფლებამ რითი მოწამლა.